მე-19 თავი გახლავთ სოდომისა და გომორის დაღუპვის ისტორია წინასწარ მინდა გითხრათ. უბრალოდ შეგახსენებთ წინა თავი როგორ დამთავრდა გახსოვთ რომ აბრაამთან დარჩა 3 ანგელოზის გამოცხადება იყო და ჩვენ ვთქვით რომ იქედან იყო ერთ-ერთი ძემთისა როგორც თქვა აგართან მიხილეთ ამ შემთხვევაში რომ სახეობლისა ესეთი სიტყვა არის გამოყენებული და 2 არის ანგელოზი. ამის შემდგომ ხედავთ რომ აბრაამთან რჩება 1 და 2 მიდის სოდომსა და გომორში და აბრაამის ეს საუბარი, რა ვიცი ხა ვაჟრობას ვერ დავარქვევ ამას, ეს საუბარი როგორ ესაუბრება ადამიანს და როგორ გამოითხოვს იქედან რომ ესე იგი სოდომსა და გომორში თუ იქნება 50 მართალი თუ გადარჩება ეს ქალაქი და ამის შემდგომ ესე უკლებს ჯერ 5-5 რომ 55 თუ იქნება 50-დან ჩამოდის ბოლოს-საბოლოოდ 10 ადამიანზე რომ თუ იქნება 10 მართალი დაიღუპება თუ არა ეს ქალაქი. ამიტომ დამთავრდა როგორც კი მიიღო აბრაამმა ცნობა იმის შესახებ რომ თუ კი 10 მართალი აღმოჩნდება არ დაიღუპება, როგორც კი მიიღო აბრაამმა ამის შესახებ დასტური, მაშინვე შეწყდა მათი დიალოგი და აბრაამი ბრუნდება თავის სახლში. ესე დამთავრდა მე-18 თავი. ეხლა ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მე-19 თავი რა მოხდა იქ. მოვიდა 2 ანგელოზი, პირდაპირ წერია. ეს ხაზგასმული რატო არის 2 ანგელოზი? იმიტომ რომ 1 იქ დარჩა. მოვიდა 2 ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი და დაინახა ისინი ლოტმა წამოუდგა მისაგებელად და მდაბლად თაყვანისცემა. თქვენ თუ გახსოვთ როგორ დაიწყო მე-18 თავი, უბრალოდ აქვე შეგახსენებთ რა პრობლემაა. გამოეცხადა მე-18 თავის დასაწყისს ნახეთ, გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაკებაში, აბრაამზეა საუბარი. ეხლა ნახეთ როგორ არის საუბარი. მოვიდა 2 ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. რატო იჯდა სოდომის კარიბჭესთან? იმიტომ რომ თვითონ ქალაქში ძალიან დიდი გარყვნილება იყო. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, როდის იწყება ხოლმე ზოგადად ესეთი გასართობი ზერო ჩამის, იმიტომ რომ დღისი ძალიან ცხელა და ფიზიკურად შეუძლებელია რომ ადამიანმა მოახერხოს ესე იგი რაღაცა ზედმეტიან დალევან, გართობან, ცეკვან, თამაში იმიტომ რომ შემაწუხებელია ესა, მაგრამ როგორც კი დღევანდელ დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა რომ მოსკოვში აბსოლუტურად სხვა კლიმატია, ვიდრე ახლა უდაბნოში იყო, აქაც გართობა ღამით იწყება, იმიტომ რომ დღისით არც ძალია თამისთვის ადამიანებს. დღეიცით თავიანთი საქმე აქვს, ვიღაცა სამუშაოა, ვიღაცას კიდე სხვა რაღაცა საქმე აქვს და ამიტომ საღამოთი უფრო უპრიანი ეს გართობა. ამიტომაც ლოტი ამაში ყველაფერში მონაწილეობას არ იღებს. ამიტომაც მონაწილეობას თუ არ იღებ, იქ უბრალოდ იჯდა და უყურო ეხლა ესენი როგორ უხამსობაში არიან გადავარდნილები, რა თქმა უნდა სისულელია. ამიტომაც ლოტი გამოდის ქალაქიდან გარეთ კარიბჭე რა არის, ქალაქის შესასვლელი. და ამ ქალაქის შესასვლელში ჯდება 2 რამის გამო, ერთი რომ მიქორნა არ უნდა და მეორე იმის გამო რომ თუ კი ვინმე მოვა, მას აქვს შინაგანად რაღაცა გენეტიკურად აქვს თითქოს ეს ტრადიცია რომ სტუმარს თუ დაინახავს თვითონ უნდა უმასპინძლოს რომ გააგრძელოს ის ტრადიცია რომელიც მას აბრაამისგან უსწავლია და ძალიანაც უნდა რომ გააგრძელოს ეს ტრადიცია. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ამავდროულად ლოტის, ჩვენ ამ თავს წავიკითხავთ დღეს და ნახავთ რომ ლოტი როდესაც წავიდა სოდომში და გომორში საცხოვრებლად, იქ ნახავთ რომ ლოტს ყავს უამრავი საქონელი, არის ძალიან დიდარი, ეხლა აღარაფერი აღარ აქვს საერთოდ. და მისი ცოლი და შვილები გადაშვებულები არიან თავით აი ამ უბედურებაში, რა უბედურებაც იქ ხდება. და თვითონ ეს ადამიანი ალბათ უკვე ნანობდა, იმიტომ რომ წმინდა ადამიანისგან მოშორება სწორედ ამასგან აპირა. ანუ აბრაამს დაშორდა თუ არა აღმოჩნდა მაშინვე განამარტო სულიერად გაღარიბებული. მატერიალურადაც გაღარიბდა, იმიტომ რომ ბოლო ომი სადაც ის ტყვეთ იქნა წაყვანილი, ხო გახსოვთ აბრაამმა რომ დაიბრუნა. საერთოდაც ტყვეობიდან რომ დააბრუნეს, აღარაფერი აღარ შეერჩა მას საერთოდ. აღარც საქონელზე ალაპარაკი, აღარც მის ქონებაზე, აღარც მის მონებზე აღარ არის ლაპარაკი, ერთადერთი თვითონ არის, ალბათ ძალიან ნერვიულობს და განიცდის რომ წმინდანთან ესეთი კავშირი აღარ აქვს, მაგრამ სამაგეროდ რაღაცნაირად ცდილობს და შეინარჩუნოს ის ტრადიცია, რომელიც ტრადიციის იმისგან მოსდევს. რაღაცა გამონათება აქვს, რაღაცა ის ნაფერწკალი ანტია მასში. და ნახეთ წამოუდგა მისაგებელად დაბლად თაყვანისცა. რაც წერი აბრაამის შესახებ, როგორც ის იმ ანგელოზებს მიეგება, სწორედ ესე მიეგებება ლოტი. კი არ იცის რომ ანგელოზები არიან. ისინი ადამიანის სახით არიან მოსულები.
მაგრამ ეს ტრადიცია მათ ოჯახში არსებობდა და ა ブラ ამი ყოველთვის ასე იქცეოდა და ლოტს ეს ახსოვს, იმიტომ რომ ლოტი ა ブラ ამის გამზრდილი გახდა. უთხრა აქეთ მობრძანდით ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალ. უთხრეს, არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. განა იმიტომ რომ ანგელოზე მარიცია ლოთი ვინ არის და რა გულით ეპატიჟება. არა, პირიქით, იმის მისანიშნებლად ეუბნებიან ამას, რომ ჩვენ ვიცით რა გარყვნილიც არის ეს ქალაქი, ამიტომ ამ ქალაქში არც ერთ სახლში არ დაიდგომება. ამიტომაც ჩვენ ქუჩაში გავადით. სახლში, ოჯახში, სადაც გარყვნილი ტრადიციები, ამ სახლში გაჩერება არ შეიძლება. წმინდა კაცისთვის. ამ შემთხვევაში ანგელოზები სწორედ ამას პასუხობენ, რომ ჩვენ ქუჩაში გავაჩერთ, იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, სადაც არც ერთ სახლში გაჩერება არ შეიძლება. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუწყო ხმიადები და ჭამეს და ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარში მოაკვდნენ სახლს ქალაქის მკვიდრი სოდომელი კაცები. ეხლა დააკვირდით ტექსტს, ნახეთ აწერია. ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოვლის მხრიდან. აი, ჭაბუკები გასაგებია, შეიძლება აღგზნებულები არიან, ეხლა თავიანთი ამბობენ. მოხუცებს რა უნდა თქო. ეს იყო ტრადიცია ამ ქალაქის. ანუ იქ იყო დანერგილი ეს, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. თუ ვინც ასე არ შეასრულებდა და ვინც ამ ტრადიციით არ იცხოვრებდა, ეს ნიშნავდა იმათვის, რომ ეს იყო რაღაცა ჩამორჩენილი ადამიანი, რაღაცა გონება ჩამორჩენილიც, ტრადიცია ჩამორჩენილიც. მოკლედ, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, ეს რომ შეიძლება ასეთი კითხვა დაიშვა, სწორედ ამ შესახებ არის ლაპარაკი. იმიტომ რომ სახლს მოადგნენ ჭაბუკები და მოხუცები, ამაზეა ლაპარაკი. და ნახეთ რა სიტყვავენ, დაუძახეს ლოტს და უთხრეს. სად არიან ის კაცები, წუხელ რო გესტუმრნენ, გამოიყვანეთ, ჩვენთან უნდა შევიცნოთ იქ. შევიცნოთ რა, თუნდა გავაუპატიუროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხუცმა კაცმა ახლა ვინ უნდა გააუპატიუროს, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ. ძლივსო და დადის ფეხი. მაგრამ არა, მოხუცები არიან მოსული ამ ახალგაზრდებთან ერთად, იმიტომ რომ ამ ამბავს უნდა უყურონ. ამ ამბავს უნდა კარგად დააკვირდნენ, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც შეარწმეს მათ ამ ტრადიციას. ეხლა ძნელი წარმოსადგენი იყოს, შეიძლება დღევანდელ დღეს ამას ვლაპარაკოთ, მაგრამ ეს პირდაპირ ესე წერია, ეს ისტორია ესეა გამოცემული და მოტანილი ჩვენთან, რომ ეს იმდენად გამჯდარი სისხლახორში მათი ტრადიცია იყო, რომ მოხუცი ხალხი ამას უყურებდნენ როგორც ტრადიციის აღსრულებას. როგორც დღევანდელ დღეს ჩვენ შეიძლება რაღაცას უყურებდეთ, რომ აი კარგი ტრადიცია ესა და მოგწონდეს და მოხუცი და ახალგაზრდა თვალს ადევნებდეს, წარმოიდგინეთ, აი ამ გარყვნილებას მოხუცები დაждდებოდნენ და უყურებდნენ, ახალგაზრდები თქვათ ვიღაცას მათთან შემოსულ სტუმარს ქალაქში, რას მოიმოქმედებდნენ მასზე, ნუ აღარ დავკონკრეტებით ყველაფერი. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღუდზე და გამოიხურა კარი. უფრო სწორად რო გითხრათ, გამოიხურა კარი, კი არა, გარედან გადაკეტა კარი. რომ შიგნით არ შეჭრილებდნენ ეს ადამიანები. და უთხრა, ნუ იზამ ბოროტებას ძმებო. აჰა ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან. მათ გამოგიყვანთ და უყავით რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ალბათ, რადგან ჩემ ჩერქვეში არ არის შემოსული. აი ლოტისთვის სტუმართ მასმედლობის ტრადიცია იმდენად წმინდა და ღირსეულია. ფოთაშორის ვაჟაფშავა სტუმართ მასმედელი მახსენდება ხოლმე ყოველთვის, როცა ამას ვკითხულობ, რა რომ ლოტი გამოდის და ეუბნება, რომ საკუთარ ქალიშვილებს თავაზობს, რა რომ ამათ გამოგიყვანთო და რაც გინდათ, ოღონდ ჩემს სტუმრებს ხელი არ დააკაროთ, იმიტომ რომ სტუმრის პატევი აი ესეთ რანგში და ესეთ სიმაღლეზე აქვს მას აყვანილი. უთხრეს, მოშორდი აქედან. ნახეთ ეხლა რა საინტერესო რამესეულებია ლოტს. კვლავ უთხრეს, მარტო ხელა კაცი გმურად მოსულ ხარ აქ და უკვე სამართალს ჯირო. რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები რომ შენ მოხვედი აქ უცხო ხარ, უცხო ტომელი ხარ, უცხო თესლი ხარ საერთოდ და უცხო ტრადიციის კაცი ხარ და გინდა ეხლა ჩვენ აქ გვასწავლო როგორ ვიცხოვრობ და როგორ ჩვენი მამაპაპები ასე ცხოვრობდნენ, ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ. ამას ეუბნებიან ლოტს. ანუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩამოთრეული რა, მოეთრი ეხლა და გინდა შენი ტრადიციები დაამკვიდრო. ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებ ჩვენო ლოტს ეუბნებიან. აქამდე ლოტს ვერ ეკარებოდნენ, იმიტომ რომ ახსოვთ ლოტი, როდესაც ა ブラ ამ ისა ომი რომ მოხდა და თქვენ იქნა წაყვანილი ა ブラ ამმა რა გააკეთა მაშინ და იციან რომ ა ブラ ამი ბიძა არის ლოტის და ლოტსო თითი დააკარო უხეშად იციან რომ
ძალიან მოხდებათ და გაილახებიან და ამიტომ ლოთის ოჯახი ხელშეუხებლობით სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო აბრაამისა ერიდება მაგრამ ეხლა უკვე ეს ომი წარსული ამბავია ჩავლილი წლებია ამიტომ როგორც ჩვენ ნახავთ მე რომ იოსები რომელიც ეგვიპტეში იყო რო გარდაიცვლება იოსები და სხვა ფარაონი დადგება იოსების ის სიკეთეები და ავიცლება და ამიტომ ებრაელებს ჩაგვრას დაუწყობენ თორე იქამდე ებრაელები ყავდათ რანგით აღმატებული ეგვიპტელებზე და წარმოიდგინეთ როგორც მეფეს უფენდნენ რაღაცა წინ პიანდაზებს ესე უფენდნენ იოსების ოჯახს პიანდაზებს როდესაც ისინი გამოდიოდნენ ქუჩაში და ესეა ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს ძალიან ამ შემთხვევაში ამათაც მოკლე მეხსიერება აქვს და უნებიან რომ ეხლა მოხვედი და რაღაცა ახალს გვასწავლი აქ შენ მოთრეული კაცი ხარ ჩვენ უარეს დაგმართებთ ეხლა შენ ნახე დაგიგნათ ემუქრებიან უკვე ლოთს ახლა ამაზე უარეს დაგმართებთ არ მოეშნენ ამ კაცს ლოთს და მიიჩნენ კარის შესამტვრევას გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა აქ სასწაულზეა ლაპარაკი მინდა გითხრათ ბიბლიის ტექსტი ცოტა ესეთი ჩაკვირვება სჭირდება იმიტომ რომ სასწაულზეა ლაპარაკი მე საგანგებოდ გითხარით რა გარედან იყო ჩაკეტილი გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა და შინ შეიყვანეს ლოთი და ჩაკეტეს კარი ეხლა უკვე შიგნიდან ჩაკეტეს რას ნიშნავს ეს სიტყვები რომ სასწაული რომელიც ლოთის თვალით აღესრულა იმიტომ რომ ლოთმა ზუსტად იცოდა თვითონ ჩაიკეტა კარის უკან კარი მის უკან ჩაკეტა რომ არ შეცვლილიყვნენ ეს ადამიანები და ხედავს რომ იქედა რაღაცა ხელებმა შეიყვანეს საფში და კარი შიგნიდან იკეტება იმ კაცებს კი სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ სიბრმავე მოგვარეს დიდ პატარაიანა და მათ ხანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში ანუ ეს სასწაული რომ ეს ლოთი შეყვანილი იქნა ეს ადამიანები დაბრუნდნენ სინამდვილეში ეს დაბრუნება არ იყო მხოლოდ ის თვალებში კი არ დაბრუნდნენ ამ ადამიანებს დაავიწყდათ საერთოდ რადგან მოსულები აქ და ბოდიალობდნენ რაღაცა საკრაგვინა რაღაცა წავიდნენ ისე თავის გზაზე გააგრძელეს სიახლე უთხრეს იმ კაცებმა ლოთს კიდევ ვინ ამყავს აქ იმ კაცებმა უკვე ანგელოზებზეა ლაპარაკი ესენი წასულებია კიდევ ვინ ამყავს აქ სიძე ვაჟები და ქალიშვილები ყველა ვინც კი შენიანი ამ ქალაქში გაიყვანე ამ ადგილიდან რატომ ეკითხებიან ამას ანგელოზები მე ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა რომ როგორ კაცო ანგელოზებმა განა არის აღმოჩნდა რომ ანგელოზებმა ყველაფერი არ იციან ანგელოზებმა იციან იმდენი რამდენსაც მათ გაენდობა უფალი ამიტომაც ანგელოზმა სრულად შესაძლებელი არ იცოდეს რა ხდება ხვალ უფალმა იციან მაგრამ ანგელოზმა შეიძლება არ იცოდეს ანგელოზმა შეიძლება არ იცოდეს რა ესეთი ინფორმაცია როგორც არის აქ მოთხრობილი რომ ეკითხება კიდევ ვინ ხავს შენიანი ვინ არისო იმიტომ რომ აბრაამზე უკვე მიცემულია დაპირება რომ გადარჩება 10 კაცი თუ მართალები იქნება სიძე ვაჟები და ქალიშვილები ყველა ვინც კი შენიანი ამ ქალაქში გაიყვანე ამ ადგილიდან რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე და მოგვავლინა უფალმა ის გასანადგურებლად მე მინდა გითხრათ რომ ეს სამდურავი რამდენიმე სიტყვის გამო არის აღვლენილი ზეცად აი ჩვენ ბიბლიას როცა წავიკითხავთ მოგწეს გვერდმა ამის საშუალება რომ წავიკითხოთ ნახავთ რომ სამდურავი ღმერთის წინაშე სისხლი რომელიც შეღაღადებდა აბელისა კაინის მიერ მოკლულისა რას ნიშნავს სისხლის შეღაღადება ეს არის ის სამდურავი რომ კვლელობა გახლავთ ღაღადი უფლის წინაშე ჩვენ ვნახავთ კიდევ ესეთ შემთხვევას როდესაც ადამიანი ჩაგრავს ობოლს ან ქვრივს ეს ჩაგვრა შეღაღადებს უფლის წინაშე აი რამდენი ბევრი არ არის ესეთი საკითხი რამდენიმეზე წერია რომ ეს ღაღადი ისმის პირდაპირ უფლის წინაშე ეს არის კვლელობა ეს არის დაჩაგვრა ობლისა და ქვრივისა ეს არის აი ეს ცოდვა რომლის შესაძლებლად ჩვენ ვაპარაკობთ ამიტომ დღეს როგორ ლამაზადაც არ უნდა დაგვიხატონ ჩვენ ეს ამბავი რომ თურმე ასეთი დაბადებულა და თურმე ასე უნდა რაქნა და სიყვარულს ვის დაუშვი და ასე შემდგომ როგორ ლამაზადაც არ უნდა გვიხატოთ და იცოდეთ რომ ეს არის ცოდვა რომელიც შეღაღადებს ზეცას გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს სასიძოები ყავს უკვე აქაურები თავის ქალიშვილებს უნდა მიათხოვოს და უთხრა მათ ადრექით და გარეთ ამ ადგილიდან რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო ლოტი რა თქმა უნდა ახლა ხუმრობა ეგონებოდათ იმიტომ რომ ეს ადამიანები ამ ქალაქის მკვიდრები არიან ამ ქალაქის ტრადიციის მიმდევრები არიან ხო და ლოტი მოვიდა ახლა ფიქრობენ რომ ეს ჯერ მინდა გითხრათ რომ ყოველთვის წმინდა ადამიანი საზოგადოებას შორის თლად ნორმალური კი არ ჩანს
გაუყურებია ეს ცოტა ვერაა ეძახიან. მე აფასებებ ის მათს და ლოტი ხო ესეთი გახლავთ სოდომში. იმიტომ რომ ლოტი სოდომელი არ არის. ამიტომ ლოტ ცოტა ისე უყურებია რომ ცოტა თავის მოწონზე ვერ არის. სანამ რომ საზოგადოების ესია მინდა გითხრა. რომ წმინდანი რომელიც რაღაცნაირად გამორჩეულია თავისი სიწმინდით, საზოგადოება მას პლატ კარგად ეხა მორწმუნე და არამორწმუნე შორის რა განსხვავება არის რომ სალაპარაკობენ. ეხა მორწმუნე ადამიანმა რომ ფული იყოს ავტობუსში შეიძლება ხომალა იყოს. ვაიმე ვინ დაკარგა ეს ფული? ვისია ეს ფული რომელიც დაეკარგა? ვიღაცად გაჩერდი თუ ჩაიდე ჯიბეში გიჟი ხარ აბი რას კითხულობ ჩაიდე ჯიბეში აბი რა წადი. ხო ხვდებით ანუ აბსოლუტური შეუთავსებლობა მორწმუნესა და არამორწმუნე ადამიანის შორის. ისევე როგორც ნახეთ ნოე გამოდის და აშენებს კიდობას. არა წარმოგიდგენთ სიღნაღში რომ დიდი გემის აშენება დაიწყოს და მოსკოვში რომ დიდი უზარმაზარი გემის მოსკოვში მოსკოვი მაინც არის დიდი და სიღნაღში არაფერი არ არის. ამიტომ გამოსავიდა და აშენო დიდი გემი და ამობრო ეხლა მოვარდება მდინარე და ვინც ამ გემში არ შემოვა ვერავინ ვერ გადარჩენილა და ფიქრობდნენ რომ ეს ნოე ეხლა უბერავთან 120 წელი აშენა და 100 წელი წამოედინებულა ყოველდღე კაკუნი ისმის მეზობლები ალბათ როგორ აგინებდნენ გააჩუმე ხმა გვეძინება რავი როგორ ხდება ხოლმე ხო თანამედროვე საზოგადოებაში ასეა ლოტი მიდის და ეუბნება რომ დაიღუპება ეს ქალაქი ეხლა უნდა გავიდეთ აქედან და სიძები ეუბნებია რომ კარგი და ის ასიმამრო ხარ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მაგრამ ეგ ზღაპრები მოუწევი ბებიაშენს უნდა დაახლოებით ესეთი გამოცდები ყარსებობს გასავთ. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: "ადეთი მოკიდე ხელი შენს ცოლს და ურასულს, იქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ამ ქალაქის უკეთურების გამო." ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმა რადგან უფალმა დაინდო ლოტი ხელი ჩაშიდეს მის ცოლს და მის ურასულს და გაიყვანეს ქალაქის გარეთ დააყენეს. ნახეთ, ძალადობას აქვს თითქოს ადგილი, იმიტომ რომ ლოტი ფეხს ითრევს. რატო ითრევს ფეხს? იმიტომ კი არა რომ ამ ციტმებში ეჭვიებარება. უბრალოდ არ ეგონა თუ ასე მალე დადგებოდა ამ ქალაქის აღსასრული. რადგან გამწირებული იყო იფიქრა რომ რაღაც მოსამზადებელი პერიოდია და მერე დადგება. ჩვენც როგორ გონეთ, როგორ ეუბნებიან მეორე მოსვლა იქნება, სახარება ექსპოსე წერია. მეორე მოსვლა იქნება, მეორე მოსვლა და გონია რომ ეს ეხლა კი არ იქნება, მერე იქნება და ხოლმე იყოს. ამისთვის არავინ არ ჩქარობს, არავინ არ ამზადება ამისთვის, რა და ხოლ რომ დადგეს, რა უფლისნება, რა შეიძლება რომ დადგეს სხვა. როცა ამ სამში შეიძლება დადგეს. რა პრობლემაა? ამიტომაც ლოტის მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია ადამიანს. ეხლა აქ რომ ვიღაცა შემოვიდეს და გითხრას, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოთ შენობა და დაინგრევა ეს შენობა, ხო? უცბად შეიძლება კი არ წავიდეთ. ვიღაცამ ხატს მოკიდოს ხელი რომ ხატია წამოსა, მე შეიძლება წიგნსა, ჩემი ტელეფონისა და გემბრი, ჟაკეტი, რაღაცა მაცივარი, რაღაც. ხო, ბუნებრივი ამბავია და ამიტომაც ანგელოზებმა რომ მიხვდეს რომ ადამიანი დაბნეულობა და გარბიან გამორბიან და ზოგს მაცივარი მოაქვს და ზოგს ტელევიზორი მოკიდეს ხელი და გაიყვანეს გარეთ. იმიტომ რომ ეს განთიადისას ხო არაფერი არ ჭირდება თქვენ აქედან არაფერი არ წაიღოთ და განთიადისას ხდება ეს ამბავი, იმიტომ რომ განთიადისას ხდებოდა ზოგადად დასჯა. როდესაც სასჯელი გამოქონდათ, სასჯელი შეიძლება გამოიტანათ საღამოთი, მაგრამ განთიადისას ჯიდნენ. აღმოსავლეთში ძალიან გავრცელებული ტრადიცია იყო და მე მინდა ბოლოს რაც ვნახე, ახსოვთ სადამ ჰუსეინის ის რა ჩვენის დასჯა. აჩვენის განთიადისას გააღვიძეს სადღაც 4 საათი იყო ღამის რაღაცა და ეუბნებიან რომ ეხლა უნდა გამოგვიდე და მისცეს ლოცვის საშუალება დადგა ლოცა და თქვა ესეთი სიტყვები რომ მუგეშინია უფრო როგორ თქვა რაღაც არ ამოხსოვს თარგმანში როგორ გამოვიდა და დასაჯეს. ამიტომ ეს ტრადიცია არის რომ განთიადისას ხდება ეს საჯელი. არ გადავერთები ეხლა სვარამის. და გაიყვანეს ქალაქის გარეთ დააყენეს. ანუ ხელი მოკიდეს და გაიყო, როგორც იქ დაკეტილ კარში შემოიყვანეს ლოტის ასწავლებლო. აი ესეთივე სასწაულს მოკიდეს ხელი და გაიყვანეს, იმიტომ რომ სანამ ეს აქ იბოდიალებდა, მოკლედ ესენი შეიძლება რაღაცა უბედურება შეეძლო. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა თუ გინდა სოციალური გადამჭი უკან არ მოიხდე. არც სადმე გაჩერდი ამ ხარეში, თავს შეიფარე თორემ დაიბუდა. ეს პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ უკან არ მოიხედო, არ უნდა დაუბრუნდე რამეთარ შემთხვევაში შენ ზოლწოდებს. მეცაც გეტყვი, წმინდა მამები იმასაც წერენ, რომ იმ ქუჩაზეც კი არ გაიარო, სადაც ცოდავდიო. რას ნიშნავს იმ ქუჩაზე? თქვა, ვიღაცას ცოდვა ქონდა იქ ან სათამაშოდ დადიოდა, ან სიძვისთვის დადიოდა, ანუ იმ ქუჩასაც კი მოერიდე რომ შენში არ აღიძრას კვლავ ეს მოგონება
და ამ მოგონებამ კვლავ დაბრკოლებაში არ შეგიყვანოს. ან არ დაქცეს, ცოდვით არ დაქცეს კვლავ. თას შეეფარეთ ორემ დაიღუპები. რას ნიშნავს მთა? რომელი მთა არის ჩვენთვის გადამრჩენელი? გოლგოთა რა თქმა უნდა. მთას ქვია გოლგოთა, სადაც ჩვენ ხსნა მივიღეთ. ამიტომაც ეს სიმბოლური ახსნაც არის იმისა, რომ მთაზე მოხდება გადარჩენა კაცობრიობისა და ამიტომ მთას უნდა შეაფაროს თავი, ანუ გოლგოთას. არა პირდაპირ მნიშვნელობით, ახლა სულ მყინვარზე ცხოვრება, შეიძლება პირდაპირ გადარჩენის ის კი არ არის გარანტია მყინვარზე ცხოვრება, არამედ მთაში ის სიმბოლოა, რასაც გოლგოთა ნიშნავს. თუმცა კი ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობითაც შეიძლება ითქვას, რომ მთაში თუ გაიქცეოდნენ ის ზღვის დონიდან დაბლა არის ის ადგილი, სადაც მაშინ სოდომი და გომორი იყო, სადაც ეს მარილოვანი ზღვა არის და ამიტომ მეუბნებიან ცოტა მაღლა ადით, იმიტომ რომ მაგ ეხლა გოგირდის წვიმა რო წამოვა, აქ დაგროვდება ეს ყველაფერი. უთხრა ლოტმა არა უფალო. აჰა მართლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში. დიდია შენი წყალობა ჩემდამი, რომ მოიგედა გადამარჩენი, მაგრამ თას ვერ შევეფარებ. ვაი თუ უბედურებას გადავეცდე და დამოუპო. ნუ ლოტს ეშინია ხან თაში წასვლა, იმიტომ რომ თაში კაცრი პირობებია და ამიტომ ფიქრობს რომ ზარმე აქვე ნახავს თავშესაფრს. აგერ ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად. პატარაც არის და იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია და გადავრჩება. უთხრა კეთილი შეგისრულებ ამ სათხოვარსაც, არ დავაფხობ ამ ქალაქს შენ რომ ახსენებ. ეს არის პატარა ქალაქი სოდომთან და გომორთან ახლოს, თუმცა კი ჩვენ ნახავთ რომ აქ აღარ ცხოვრობს ლოტი, იმიტომ რომ ამ ქალაქში ჩავიდა. რო ჩავიდა ნახა რომ დაწყებულია, თლად ისე არ არის ფეხმოკიდებული ეს ტრადიცია რაც სოდომში და გომორშია, მაგრამ დაწყებულია ყოველ შემთხვევაში რაღაცა მიდრეკილებაა და ამის მერე მიხვდება რომ აქაც რომ იგივე უბედურება დაარღვეს არ უღირს და ამიტომ გარბის მთაში. მაგრამ ნახოთ იქამდე რა მოხდება. აბა იჩქარე შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. მანჯებელს მეუბნება რომ სანამ შენ უსაფრთხოდ არ იქნები, იქამდე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ აბრაამს უკვე მიეცა აღთქმა, რომ გადარჩები შენ. ამიტომაც ეწოდა ამ ქალაქს სახელად სოღარი. მზე ამოვიდა ქვეყანას და ლოტიც მივიდა ამ სოღარს, მოკლედ ამ პატარა ქალაქში მივიდა. აწვიმა უფალმაციდან სოდომსა და გომორს, გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქებიდან მთელი მხარე ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამისის აღმონაცენი. მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც ვინც ყოფილხართ იერუსალიმში და ეს ზღვა გინახავთ, ეს არის მკვლევარებმაც რომ გამოიგეს და ისეთი მარილით არის გაჯერებული, სიცოცხლის არანაირი ნიშანსაღი არ აქვს. არც კი იძირება ადამიანი, წარმოგიდგენიათ ისეთი გაჯერებულია მარილისგან, რომ შეგვიძლია როგორც ტივტივა, ესე ტივტივებს. შეგიძლიათ დააწვეთ ამ წყალზე და აქ ჩაიძირებს. ესეც რომ დავდგეთ, არ იძირებიან ადამიანები და რომ ამოიღეს ქვები ძირიდან მეცნიერებმა აინტერესებდათ ამის შესწავლა, ნახეს რომ ეს არის გათლილი ქვები. ეს არ არის ჩვეულებრივი ლოდები, რომლებიც შეიძლება წყლის ქვეშ შეხაროს. ეს იყო გათლილი ქვები, რაც ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ეს ქალაქი ერთ დროს იყო აქ უბრალოდ ერთ დროს ქალაქი იყო, სადაც ახლა ზღვა დგას. ამავდროულად არის ძალიან რადიოაქტიური. ანუ როდესაც ნახულობენ, აი პირდაპირ შხამებით სავსე რა, იმიტომ რომ მთელი ეს ნაწები გოგირდისა მოგეცემა გოგირდი, საშინელი მჟავა არის და გოგირდის წვიმა მოდიოდა აი ამ ქალაქზე და ეხლაც არანაირი სიცოცხლე მოკლედ აი ამ ტბაში არ არსებობს. არა, მარილოვან ზღვაზეა ლაპარაკი. მარილოვანი ზღვა, რომელიც არის პალესტინაში. პალესტინაში, კი, მკვდარი ზღვა, ჩვენები ასე ვეძახ. მარილოვანი ანუ მკვდარი ზღვა. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად. შემდეგი მუხლია, 26 მუხლი 19 თავისა. რატომ რა მოხდა? იმიტომ რომ ლოტის ცოლი და მისი ქალიშვილები როგორც აღმოჩნდა, ისინი უკვე თანაუგრძნობდნენ აი ამ სოდომელებს და გომორელებს და მეტიც არსებობს ესეთი განმოცემა, რომ როდესაც ეს სტუმრები მოიყვანა ლოტმა სახლში, მისი ცოლი გავიდა და ქალაქს სწორედ მანამცნო, რომ ლოტმა ვიღაცები მოიყვანაო და ხო გაერთობოდითო რა დაახლოებით ესეთი რა მისი ცოლისგან იყო წამოსული. მიუხედავად ამისა, ლოტის ცოლი მაინც გამოყავს ანგელოზებს, თუმცა კი ის მაინც უკან ბრუნდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ კავშირს ვერ წყვეტს წარსულთან. ამიტომაც ის გადაიქცა მარილის სვეტად, რომ სხვები თვითონ გაფრთხილება ყოფილიყვნენ, თუნდაც მისი შვილებისთვის, ქალიშვილებისთვის, რომ ეთქვათ, რომ აი ამ ცხოვრებას დაუბრუნდებით და თქვენც იგივე მოგივიდეთ.
წავიდა აბრაამი დილა ადრიანად იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის გზაზე, უფლის წინაშე. ნახეთ, აბრაამი ცოტა მოშორებით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, მაგრამ სადაც მას გამოცხადება ჰქონდა, სადაც გააცილა უბრალოდ და სადაც ესაუბრებოდა, რომ 50 თუ იქნება, აი ამ ადგილას მივიდა აბრაამი, იმ ადგილიდან ხუთეულების შორია სოდომი და გომორი, მაგრამ იმ ადგილას მიდის რატომ? აინტერესებს, რომ გადარჩა თუ არა მისი ძმისშვილი, მისი გაზრდილი ლოთი. ამიტომაც უფლისგან ელოდება ის პასუხს. გახედა სოდომსა და გომორს და ახახედავს კვამლიაზდის მიწას როგორც საკინედან ავარდნილი ბოლი. ანუ აბრაამისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, რომ სოდომი და გომორი დამწვარია. როცა ამხობდა ღმერთი იმ ხარის ქალაქებსა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამიდან, გაარიდა ლოტი გრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. ნახეთ როგორი სიტყვა წერია. ის კი აწერია, რომ აბრაამს უკვე მიეცა ამის ცნობა. წერია უბრალოდ როგორც მოთხრობილი ამბავი, რომ როცა ამბობდა ღმერთი იმ ხარის ქალაქებს, ამხობდა უკაცრავად, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი გრევას. გაიხსენა ნიშნავს, რომ ის აღთქმა, რომელიც მისცა, ეს შესრულებულია ეს აღთქმა და აბრაამს ნიშანი მიეცა უფლისაგან. ნუ გეშინია, რაც გითხრა უფალმა, ის სიტყვა შესრულებულია. ლოტი შენი ძმისშვილი ცოცხალი. იმიტომ რომ სულ ორი მუხლია ჩართული, სამი მუხლი უკაცრავად. გავიდა აბრაამი, გახედა სოდომსა და გომორს, ხედავს კვამლიაუდის და უცბად 29-ში წერია, რომ გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და ამიტომ ლოტი გადაარჩინა, მაგრამ ეს აბრაამმა როგორ გაიგო? რა თქმა უნდა, გამოცხადებით. კვლავ გრძელდება ლოტის ისტორია. აიხარა ლოტი ცოლღარიდან და მთაში დასახლდა, თავის ორ ქალიშვილთან ერთად. მიზეზი უკვე გითხარით, იმიტომ რომ ამ ქალაქსაც იგივე პრობლემები ეწყებოდა, რაც ჰქონდა სოდომსა და გომორს და შეშინებულები არიან. ლოტი და მისი შვილები უკვე შეშინებულები არიან და ფხილობენ ძალიან, რომ კვლავ იგივე არ განმეორდეს, იმიტომ რომ მათ დაინახეს, რაც მოხდა სოდომსა და გომორში. რადგან ცოღარში ცხოვრებისა ეშინოდათ, პირდაპირ წერია. მიზეზი ამ შიშისა ეს იყო. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. უთხრა უფროსმა უმცროს, მოხუცია მამა ჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესი და რიგია. და მოდი დავალევინოთ ღვინო მამა ჩვენს და მიუწვეთ შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. აი სოდომში ცხოვრების შედეგი. სოდომში გასწრებული ქალიშვილების შედეგი გახლავთ ეს. ნუ ცოღარზეც უკვე მათ ეჭვი აქვთ, რომ ცოღარიც დაიწვა, იმიტომ რომ ხედავენ, რომ კვამლია მოდის აბრაამი მისი შორიდან ხედავდა და ესენი უფრო ახლოს არიან სოდომთან და გომორთან და ეს კვამლი რომ ამოდის ფიქრობენ, რომ ეს კვამლი გადმოვიდა და ცოღარსაც მოედო, ცოღარიც უკვე დამწვარია. ანუ ამ მიდამოებში მამაკაცი საერთოდ აღარ ცხოვრობს და ისინი ფიქრობენ, რომ ახალ შთამომავლობას, ახალ ესე იგი ადამიანურ რასას უნდა ჩავიდო, რასა დავიცი როგორ იხარ. ნუ შთამომავლობა ახალი უნდა გააჩინონ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ შეწყდეს. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით, მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. რატო არის ეს ხაზგასმო? რომ მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა? იმიტომ რომ ლოთი უდანაშაულოა. ამ შესახებ ღმერთი ხაზს უსვევს. ლოთი რომ დამნაშავე ყოფილიყო, ეს ფრაზა არ იქნებოდა. ლოთმა ეს ვერ გაიგო. ნუ ღვინოში შეასვეს, მაგრამ იმ ღვინოში კიდე რამე ერია, რაღაცა გონებას უბინდავდა, თიშავდა, აშტერებდა, ნუ ფაქტი ესეთი მოხდა. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროს. აჰა, ვიცექით უხელ მამა ჩვენთან. შევასვარ ღვინო ამაღამ, მიდი და მიუწექი შთამომავლობა აღუდგინოთ მამა ჩვენს. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას, ადგა უმცროსი და მიუწვა. ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. კვლავ მეორდება ტექსტი. იმიტომ რომ არც უფროსთან და არც უმცროსთან ლოტს არ შეუწოდავს, იმიტომ რომ შეგნებული არ ყოფილა ეს ცოდვა. ხვდებით? მას გაცნობიერებული არ ჰქონდა იმას, რასაც ჩადიოდა. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან. შუა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. მოაბი არის მოაბელთა შთამომავლე. ჩვენ მოაბის შესახებ ვერ წავიკითხავთ კიდე და მოაბის შესახებ მინდა გითხრათ, რომ აი როგორია შედეგი. როგორია შედეგი ამ შთამომავლობისა. ნახეთ, ყველაზე გარყვნილი ხალხი იყვნენ მოაბელები. რაში იყო იცით მათი გარყვნილება? სწორედ სექსუალურ გაუკმარტებებში. ამიტომაც ებრაელებს ჰქონდათ კანონი. ასეთი კანონი არც ერთ სხვა ერზე არ იყო. მოაბელებზე ჰქონდათ კანონი. ვიდრე მეათე თაობამდე მათი მიღება არ შეიძლებოდა ებრაულ საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს იცით? თქვათ სხვა თაობაზე ამბობდნენ, რომ მეხუთე თაობაში მიიღე.
რას ნიშნავს მეხუთე თაობაში? მაგალითად, მოვიდა კაცი და ამბობს, რომ მე ვარ ამ ტომის წარმომადგენელი. მაგალითად, ფილისტიმელი ვარ, ამ შემთხვევაში. მე მაგ ჩავიხედო ჯულში, რომ მე რამდენი თაობაში შემიძლია მისი მიღება. დაიწყო ჩემთან ცხოვრება, პატიოსთან ცხოვრობს, მაგრამ საზოგადოების წევრი არ არის უფასოვანი. გაუჩნდა შვილი, ისიც წესიერად ცხოვრობს და ჩემს წესებს და ტრადიციებს იცავს. კიდე შვილი გაუჩნდა. აი მეხუთე თაობაც თუ ასე ცხოვრობს, მე მას გამოვაცხადებ როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრს, რელიგიურ საზოგადოების, რა თქმა უნდა, რელიგიაზეა ლაპარაკი. მაგრამ მოაბელებზე წერია, რომ მეათე თაობაშიც კი არ შეიძლება მათი მიღება. წარმოიდგინე 10-მა თაობამ იცხოვრა პატიოსნად, წესიერად, რიგიანად შენ საზოგადოებაში და მაინც ესე ფრთხილობს. მოსე როდესაც ამ ჯულს წერს, რომ მეათე თაობაშიც კი არ შეიძლება მისი მიღება. აი შედეგი იმ შთამომავლობისა, რაც ამ ქალიშვილმა ჩაიდინა, უფროსმა ქალიშვილმა, იმიტომ რომ უფროსი ქალიშვილის დარიგებით იყო ის, რომ რაც მერე უმცროსმა გააკეთა. ეს აქედან ტექსტიდან ჩანს პირდაპირ, რომ უფროსი მეტად გახსნილი იყო, ვიდრე თქვა უმცროსი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდეო, ესე წერს მოსე. უმცროსმა ჩვა ზედა უწოდა სახელად ბენხამი. იგი არის ამონიანთა მამა დღევანდლამდე. ნუ ამონიალები კვლავ ეს ერთ-ერთი ტომია, რომლებიც ცხოვრობდნენ და ვერ გაბედა, ისე იგი უმცროსმა რომ თლად ესე თამამად ეწოდებინა სახელი, რომ მამისეულ შტოს ვაგრძელებ, ამიტომ ბენხამი უწოდა და ამონიანთა მამა დღევანდლამდე. ეს 19 თავით დავდება მინდა. კვლავ ვაგრძელებთ აბრაამის ისტორიას, ეს ლოთის ისტორია იყო 19 თავში რაც მოხდა. კვლავ აბრაამს და მის ოჯახს უბრუნდებით. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხარისკენ და დასახლდა კადეშსა და შუშორის და იყო გმურად გერაში. ნუ გმურად არის აბრაამი იქ სადაც ჩადის ყველგან, იმიტომ რომ მე გითხარით რომ მას კერძო ქონება არაფერი არ შეუძენია გარდა ერთისა. ეს იყო სასაფლაო. მეტი არაფერი არ უყიდია მას. ყველაზე მდიდარ ადამიანს დედამიწაზე. ხო აბრაამმა სარაზე თავის ცოლზე, ნახეთ ისტორია მეორდება, როგორც ეგვიპტეში თქვა. ჩემი და არის ეს ქალი და მაშინ გაგზავნა აბიმელექმა გერარის მეფემ კაცი და წაიყვანა სარა. რადგან დაარისო, მაშინ მომაწყობ აბრაამთან დანათესაება უნდა ყველას. აბრაამთან ასეთ მდიდარ კაცთან, ასეთ გავლენიან კაცთან, ასეთ წინასწარმეტყველთან ახლობლობა უნდა ყველას. ამიტომ მოკიდა სარას ხელი და წაიყვანა. მაგრამ აქ კიდე ერთი ამბავზე უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. რა არის კაცო ეს სარა ამისთანო მაინც რომ ხან ეგვიპტის მეფეებისთვის და ამ დროს სარა არ დაგავიწყდეთ 90 წლისა. და ამ კაცს აქვს ჰარამხანა. რაში ჭირდება ჰარამხანაში 90 წლის ხალი? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? 90 ის იყო ამ დროს სარა. მე გეტყვით სინამდვილე რაშია? ბიოლოგიურად ქალის დაბერება როდის იწყება? აქ ალბატონების ხედან და მამაკაცების ხედან და რაღაცა ბიოლოგიურ ამბებზე ლაპარაკობ. მაშინ, როდესაც ქალს ქალური პრობლემები კი არა, ქალური ბუნება მასში გვდება, ანუ როდესაც მას აღარ შეუძლია რომ შვილი შობოს, განაყოფიერება აღარ შეუძლია ქალს, ამ დროს იწყება ქალის დაბერება. და ეს მის გარეგნობაზე აისახება აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი პროცესი მიმდინარეობს, განაყოფიერება აღარ შეუძლია, გარეგნობაზეც აისახება, მის სახეზე შეიძლება, კანზე თუ თვალზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდგომ. მაგრამ სარასთან მიმდინარეობს უკუ პროცესი და რატომ სარაზე წავიკითხეთ ჩვენ, როდესაც გამოცხადება ჰქონდათ 18 თავს ვკითხულობდით, სარამ უნდა შობოს. ამიტომაც სარასთან დაბერების პროცესი კი არ მიმდინარეობს, გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ მისმა საშომ კვლავ უნდა განაყოფიეროს. რას ნიშნავს ეს? საშო თუ აღდგა და განაყოფიერება შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ გარეგნობადაც ის უნდა გაახალგაზრდავდეს. იმიტომ რომ თუ კი ასე არის, რომ იქ თუ ხდება რაღაცა სასიცოცხლო ძალები და გარეგნობით აისახება ქალზე, თუ კი იქ ცოცხლდება, მაშინ ესეც გარეგნობითაც აისახება. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ესეთია, სარა გაახალგაზრდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ისაკი ჩაისახა მასში. და ამ დროს ის არის 90 წლის. ამიტომაც უკაცრავად
ნუ ამას არ ჭირდება დიდი სამედიცინო დასკვნები, რომ ესეთი ბუნებრივი პროცესი ხდება ადამიანში. ხალხში და მამაკაციც ხდება, უბრალოდ განსხვავება არის, რომ მამაკაცი ხან უფრო გვიან, ხან უფრო ადრე, ხან პირიქით ხალხში უფრო გვიან, უფრო ადრე. ამაზე ნუ ვიდარებთ ახლა, თორემ ქალები შემოგვედავებიან, რომ არა შემიძლია მაგებია. კარგი. მოკლედ ამ აბიმელექმა დაინახა ეს არა და მოეწონა, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა პირველ რიგში როცა მოსწონებოდა ა ブラ ამთან დაანთესავება უნდა. წაიყვანა სარა თავის არამხანაში. ეხლა ნახეთ რა ხდება. არამხანა ესე არ არის, რომ მიიყვანენ თორა ინდუსტრიები და ეცეს ლამხას. არა, იქ მთელი პროცესები აღარ. მოამზადო ეს ხალხი, რომ შენ ეხლა დიდ მეფესთან, დიდი მეფის ცოლი უნდა გახდე და მთელი ამბავია რაღაც აბაზანი. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი. ნახეთ რა საოცარია. აბიმელექი არის წარმართი. მას მრავალ ღმერთიანობა აქვს ყველაში და წარმართი კაცია, მაგრამ ღმერთი ეცხადებოდა ეუბნება. და უთხრა, მოკვდები ამ ქალის გამო შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. აბიმელექი არ მიკარებია ქალს, რა თქმა უნდა, აღარ მიაკერებდა ამას და უთხრა, უბრალოდ ნუ თუ მართალ ხალხს დავუყავ. რასე კითხება, იცი რომ მე ხო არ ვიცოდი ესო და ამიტომ მე შეიძლება ამის გამო დავიღუპო. განათავად არ მითხრა, ჩემი და არისო. უფალს ედავება აბიმელექი სამართლიანად, რა თქმა უნდა. ქალმაც ხო მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი. ფელი გულითა და უმციკლო ხელით გავაკეთე ესო, მეცეუბნება. არ მქონი არანაირი ისა, მოვიყვანე, მეგონა რომ იმას და არის ძმა არის და ქმრიანი რო ყოფილიყო, ასე კი არ მოვიქცეოდი, მოკლავდი იმ კაცს და ისიც ამოვიყვანდიო, ამას ვეღარ ამბობს, თორე რეალურად ასე იქნებოდა. ა ブラ ამი იმიტომ ამბობს, რომ და არის რომ ეთქვა რომ ცოლიაო მოკლავდნენ ა ブラ ამს და შეითავდნენ სარას და ა ブラ ამის ქონება დარჩებოდა იმას, ვისაც არა შეიტყვა, ვინც არა შეიტყვა. ამიტომ ბოლომდე კი აღარ ამთავრებს ამ წინადადებას, ეუბნება მე ხო ალალი კაცია. მითხრა და არის და მოვიყვანეო თორეო. ეთქვა რომ ქმარი იყო, ნუ აღარ აგძელებს ამას, იქ მრავალ წერტილია, თქვენ იგულისხმოთ რა იქნება. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში. მეც ვიცოდი რომ წფელი გულით გააკეთე ეს, ამიტომაც განგარიდეთ სოდვას, ჩემს წინაშე და არ მიგეკარე მაგალსო. თქვენ ამჩნევთ თუ არა, რომ ბიბლიის ტექსტი პირდაპირ მეგანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მორწმუნეა თუ არა მორწმუნე, ღმერთი ცდილობს რომ სოდვას განარიდოს ის. აი აბიმელექი მაგალითად, რომელიც წარმართი მეფეა, ცდილობს რომ სოდვას განარიდოს ეს ადამიანი. ახლა კი ეუბნება, დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ეს კაცი. ილოცებს შენთვის რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნები, ცოტა სიკვდილი არ აქცდება და არჩენ და არჩენიანებს. ეხლა ა ブラ ამზე ეუბნება, ეს კაცი წინასწარმეტყველია. და შენ რო დაუბრუნებ, ამით კი ვერ გამართდები. ეხლა იმას თხოვე რომ შენთვის ილოცოს. ანუ მართალ კაცს უნდა თხოვო შენთვის ილოცოს, თორემ არაფერი არ გეშველება ეუბნება. ადგა დილადრიან აბიმელექი დაიბარა თავისი მორჩილი და მოუყვა მათ მთელი ეს ამბავი. მეტის მეტად შეშინდა ხალხი. დაიბარა აბიმელექმა ა ブラ ამი და უთხრა, ეს რა გვიყავიო? რა შეგწოდე რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი, მეც და ჩემს სამეფოსაც. ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე. ეხლა ა ブラ ამს ეუბნება, ნუ საყვედურობს, რატო გამიკეთე ეს ამბავიო და ა ブラ ამმა რო უპასუხოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რას იზავდიო, რა თქმა უნდა ის არ იტყვის, რასაც გააკეთებდი. კვლავ უთხრა აბიმელექმა ა ブラ ამს, რას ფიქრობდი ამ საქმეს რომ მიპირებდი? უთხრა ა ブラ ამმა, მიფიქრე, ნახეთ, აი მისიონერობის მაგალითია. როგორ მისიონერობს ა ブラ ამი რა. ა ブラ ამ შეიძლება პირდაპირ ეთქვა, როგორც წინასწარმეტყველს. შენ ხარ წარმართი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მრავალი ღმერთი, ამიტომ ჩემი ქონებაზე შეიძლება თვალი დაგჩენო და ჩემთვის მოგეწყო რაღაცა და მოგეკავი, ქონება დაგეტაცები, ეს ხარ წაგეყვა, მოკლედ, აი მთელი პირდაპირ ყველაფერი ეთქვა. ნახეთ ა ブラ ამი როგორ რაღაცას ეუბნება. ვიფიქრე, ღვთის შიში არ ეკნება დამკუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავე. ძალიან დილად ეუბნება. რა ღვთის შიში ვაითო არ ქონდეთო, თორე ახლა რო აღმოვაჩინე რომ ქონიათო, აცი უკვე აღარ მეშინია. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, არ ატყუებს ა ブラ ამი. მამა ჩემი სასულია, იგი ღონდე და ჩემი სასული არ არისო. მაშინ ასეთი ქორწინებები შესაძლებელი იყო. და სინამდვილეში ა ブラ ამის ძმისშვილი იყო. სარა. ამიტომაც ვითხოვე იგი ცოლად. როცა ღმერთმა მამაჩემი სახლიდან ამახეტიალა უთხარი ქალს, ეს ერთი მარტი მიყავი მეთქი, რა მხარეშიც არ უნდა მოხვდე, თქვი ჩემზე ჩემი ძმა არის თუ ეს კაცი.
ანუ უყვება ამას. აიღო და მის აბიმელექმა აბრაამს სკვარძროხა, ხმები და მაქალები და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლის. უთხრა აბიმელექმა, აჰა შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე. ეხლა აბიმელექი უყურებს, რომ ეს კაცი ძალიან მადლიანი კაცია და თან დიდარია და ფიქრობს, რომ მისგან გამორჩენა ექნება და ამიტომაც თავადობს, რომ აგერ მიწაარი თავისუფალი და შეგიძლია იცხოვრო. სარას უთხრა, აჰა 1000 ვერცხლივეცი შენს ძმას, ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის, ყველასთან გამართლებული ხარ. მე-17 მოწმითხულო, ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები და ეყოლათ შვილები. გამოდის რომ ეს ამბავი ერთი და ორი დღე კი არ გრძელდებოდა. ეს ამბავი რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა და ყველას დახშული ჰქონდა საშო და ვერავინ მემშვიდობი. აღარ უსულდებოდნენ ახლა. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის სარას გამო. ანუ სარა წაიყვანა თუ არა, იმ დღიდან დაიწყო ის რომ აღარავინ აღარ შურდა, აღარავინ აღარ უსულდებოდა და რა თქმა უნდა ამას ამჩნევდა. როგორც კი სარა იქნა გამოსვლა გათავისუფლდა, სარა მალევე შეიძლება იქნა გათავისუფლებული, მაგრამ როგორც კი აბრაამმა ილოცა მოხდა და შენდობა მისცა გამოგონიას, მაშინ მოხდა მათი გათავისუფლება მოკლედ აი ამ ვერსადაც რომელსაც უშობელობა ფექტო ადამიანები დანჯებიან, როდესაც არ ყავთ შთამომავალი. ეს გახლავთ თავი მიღწე, რომელიც დღეს ჩვენ გავასრულებთ.